5 მიზეზი, რატომ აქვთ ჩინელებს კარგი სახის კანი. ჩინური მედიცინის მიხედვით, რაც ხდება ჩვენს შიგნით, აისახება სახეზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა მოვშორდეთ ყველანაირ სტრესულ ფაქტორს. იქნება ეს ცუდი სამუშაო, ცუდი ადამიანები, ცუდი გარემო თუ სხვა. უნდა შევძლოთ, რომ არ ვიყოთ სტრესის ზეგავლენის ქვეშ და მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს. აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს ჰორმონალურ ბალანსს, ასევე კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ღვიძლს, ნაღველას, ფილტვებს და სხვა. მოკლედ, ჯანსაღ სხეულს ჯანსაღი კანი აქვსო. მესამე, ფიზიკური აქტივობა. შესაძლოა ყველა ჩინელმა კუნგ-ფუ არ იცის, სამაგიეროდ სკოლას და უნივერსიტეტს ვერ დაამთავრებენ თუ ფიზიკურ აქტივობებში არ იღებენ მონაწილეობას და არ აქვთ გარკვეული შედეგები. ზოგიერთი სამსახური ავალდებულებს თანამშრომლებს კვირაში 3 ჯერ იარონ სპორტ დარბაზში და ჩვეულებრივ ყველა ნორმალურ კომპანიას აქვს საკუთარი დიდი სპორტ დარბაზი. რაც შეეხება ასაკოვნებს, ისინი უკვე გამოდიან გარეთ, ერთად ცეკვავენ, მარტივად თუ ვიტყვით, ჩინელი დაბადებიდან სულ ვარჯიშობს. მეოთხე, მასაჟი. იქნება ეს მთლიანი სხეულის მასაჟი, თავის კანის მასაჟი თუ სახის მასაჟი. და ბოლოს მეხუთე, სხვადასხვა ჩაები და ნახარშები, რომლებიც ორგანიზმის აღდგენას და ინის და იანის დაბალანსებას უწყობს ხელს. აი ერთს გასწავლით. აიღეთ საშუალო ზომის ვაშლი, დაჭერით წვრილ ნაჭრებად, დაამატეთ 5-6 ფინიკი და 10-15 ცალი გოჯიბერი დაახლოებით 1 სუფრის kovzi რომ გამოვიდეს. ამ ყველაფერს დაასხით 9 ლიტრი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ამას შეგიძლიათ დაამატოთ 2 პატარა ნაჭერი ჯანჯაფილი ან კიდევ 1 ცალი დარიჩინი. თუმცა თუ არ გაქვთ, ეგიც არ აუშავს. შეგიძლიათ მხოლოდ ვაშლით და ფინიკით გააკეთოთ. საშუალო ტემპერატურაზე უკვე შეგიძლიათ დალიოთ. არის ენერგიის მომცემი, იმუნიტეტს ამაღლებს, ნაწლავებს წმენდს. მოკლედ ჩინელები ეწმუნებიან, რომ ძალიან კარგი რაღაცაა. თუ რაიმე უფრო კონკრეტული გაინტერესებთ, დამეკომენტარეთ და შეძლებისდაგვარად გავცემ პასუხს.